მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ბროები და დღეს ვიღებთ იაფია თუ ძვირიას პირველ ეპიზოდს. იმედია კარგი გამოვა. ბიჭები თვალებზე ნიღბებს აიკრავენ, რომ არ ხედავდნენ მეტი ობიექტურობისთვის, მე კი გამზადებული მაქვს მათთვის რამოდენიმე პროდუქტი. იაფიანი და ძვირიანი. გემოს მიხედვით, ან შეიძლება სუნის მიხედვით, უნდა გამოიცნონ რომელია. ბოლოს კი იქნება სასჯელი. მოკლედ, თქვენ ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ბარემს აგიზღილაკის გააქტიურეთ, ჩვენ კი დავიწყებთ. კაი, მიდი დავიწყოთ, პოსტა შემოიტანე. ეს თვალების ახალ კარგი აზია, იმიტომ რომ მეტი ობიექტურობისთვის. ანუ იცი რა არის ხავაი, რო შეხედავი ხარ რაღაც ნიუც და საჭმელს, ისაც მიხვდები რა. ხო, პრემიალურია თუ არა. ხო, აი პრემიალურია თუ არა. მოკლედ მეგობრებო, აგერ გიდევთ ყველს. ერთი ყველი არის იაფიანი, ნაყიდი 10 ლარად. აგ ორი ყველი დევს ახლა? ორი ყველი დევს, ორი ნაჭარი ყველი დევს, ერთი 10 ლარი ღირდა, მეორე ღირდა 50 ლარი. ეს რაღაც იაფიანი სუნი. ყველი რატო დავიწყეთ? იმიტომ რომ ყველი მიყვარს ყველაზე მეტად. ჩვენც. მას ძალიან კარგი სუნი აქვს. და მას რაღაც სტრუქტურა აქვს, რაღაც სველია. ეს რა კაია, ბიჭო. ეს არის სიყვარული. ეს კარგია ბიჭო. ძალიან კარგი არის. ეს არის სირობა. ეს სიყვარული არის, ეს სირობა, ორივე სიტყვით. ანუ სველი ყველი სირობაა. ეს იმერულია თუ რაღაცა. ხო, მაგრამ იმერული ყველი ხო კარგია ზოგადად. კარგი, არა, არ გეუბნები რომ ცუდია. ესეც მომწონს, მაგრამ ეს უფრო ძვირადღირებული ვაიბი მოაქვს ამას. მიშა თამაშობს გემოები პიქში, ძროხადარზე ერთმანეთში იგევა. ამაში თამაშობს, ამაში არა. ეს ხაჭაპურს მოუხდება, ეს ღვინოს მოუხდება. მოკლედ, ეს არის ძვირიანი. ეგ არის ძვირიანი. ეს არის იაფიანი. გიორგიმ დააფიქსირა, აბა, მეორე პროგრამს გვეტყვის? პირველი რაც გეუბნები რომ ღვინოს მოუხდება, ხო. ეგ არის ძვირიანი. და ორივე მართლები არიან ამ შემთხვევაში. მეგობრებო, ორივემ გამოიცნეს, ასე რომ თითო ქულა ეკუთვნის ორივეს. კაი, ამას შევჭამ. კარგი, სხვა პროდუქტზე გადავიდეთ. ძვირიანი ყველი სახში მიმაქ. მეორე პროდუქტიც მოვიდა. ამჯერად არაჯანსაღი საკვების კატეგორიიდან. აბა, ჩიფსები შევაფასოთ. ანუ ორი ჩიფსი არის აქა? კი, ორი სხვადასხვა ჩიფსია. ერთი ღირდა 3 ლარი. ეს სხვადასხვა მიჭირავს? თუ ერთნაირი მიჭირავს? სხვადასხვა გიჭირავს. კი, მეც ეგ კითხვა მაქვს. ეს შენც სხვადასხვა გიჭირავს, კი ბატონო. ერთი ჩიფსის ღირებულება არის 3 ლარი, მეორესი არის 40 ლარი. 40 ლარი? კი. რა ამბავი, დედაფეთქებული ჩიფსი. აბა, გამოვიცნოთ. საინტერესოა. ამას არაფრის სუნი არ აქვს. გას გვეტყვი გიო, აბა, გემოები რა შვება. ზოგადად ჩიფსი არ მევასება რა. ცოტა უცნაურია ახლა ბევრს უყვარს ჩიფსი რა, მაგრამ აი რაღაც ბავშვობაში შემზულდა რაღაცის გამო რა. ეხლა რო გავსინჯე ეს პირველი. ეს ბავშვობის გემო გამახსენდა რა, რაც არ მომწონდა. ხო და. აი, თოლია ძალიან. მოდი ვიტყვი მე, კაი? ორი რო მეჭირა ხელში შეიძლება იგივე არ მიჭიროს ეხლა რა. ხო. ეს არის ძვირადღირებული. აჰა. და ეს არის იაფიანი. ნუ მეორე არის იაფიანი, ხო, იქ სხვა აიღე ახლა, მაგრამ აი ხა სხვა ვიღე? ხო. ხო, აი მაშინ ეს. კი ბატონო. ხო, ეს არის ძვირადღირებული. კი ბატონო. ეს არის იაფიანი რა. აბა, ბროჩამ განხელბარჯვნივ? ერთი რაღაც მაინტერესებს. ახლა ორი სხვადასხვა მიჭირავს დარწმუნებული. შემახედე? კი, არა. აბა დამაჭერინე. აჰა, დაგაჭერინე? მოდი, აი ეს იყოს ძვირადღირებული. უბრალოდ სუნი აქვს იმის ზეთის. ეს იყოს ძვირადღირებული ზეთის. თორე გემო ერთ-ერთში აი მე განსხვავებას ვერ ვხედავ. კარგი, ამჯერადაც მეგობრებთან გაიმარჯვა, თითო ქულა გაქვთ ორივეს. ეგეთი ძვირადღირებული ჩიფსი, ეგეთი ცუდი რო იქნებოდა, არ ველოდი სიმართლე რო გითხრა. ხო, მეც არ მომეწონა. არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ არც ერთი არ მომეწონა. ხო. წყალია შემდეგი პროდუქტი, მეგობრებო. წყალი როგორ გავარჩიო ხო არის? ერთი არის ონკანის წყალი. ჩვენებური გემრიელი ქართული წყალი. მიდი და. ონკანიდან. ეს ეხა რომელი დაასხი? ხმით მინდა მივხვდე. ეს დავასხი ონკანის წყალი. ეხა ძვირადღირებული დაასხი? არა, ეხლაც ონკანის წყალი დავუსხი მიშას. ეხა ძვირადღირებულის დასხი მისის მაინტერესებს. ხო, აი ძვირადღირებული წყალი, მოხს რა ბოტლი არის ასეთ. რომელიც ეს ძვირადღირებული წყალი, რომელიც 20 ლარი ღირდა, 330 მილიგრამი. ხედავ. სამკაც. ვა, ეხა საინტერესოა. სუნით მივხვდი. ონკანის წყალს სხვანაირი სუნი. როგორ უნდა მივხვდე, პროსტა ვერ ხვდებიან. ორივე მოსვი? დაარაჯერა. შემდის განსხვავება არის. ამას ონკანის სუნი აქვს. აი ამას. ონკანის სუნი როგორია მიშა გავაგებინა? ონკანის აი რაღაცნაირი სუნი, აი არ ვიცი როგორ აგია. მილისუნი არის თუ რა, ჟანგისუნი გეცა თუ რა გეცა. პლასმასის სუნი, მოდი ასე. ის ძვირადღირებული, ხო უეჭველი შუშაში იქნებოდა? კი. ხო, აი შუშას არ აქვს გემო არანაირი და. იცი რა არის? ეს უფრო კარგად ჩავიდა, აი ასე, აი ჩასარიალდა. გემრიელად რაღაცა.
მეორე ყელში გაგეჭხი რა? გადამცდა მეორე. და ვფიქრობ, აი ეს არის ძვირადღირებული 20 რაღაც ლარიანი და ეს არის პატივცემული ონკანი ჩვენზე, რომელიც სხვათა შორის, ანუ ცუდი არის ო არა, გამისტორდა რა, ეხლა საქმეზე რომ მიდგეს 20 ლარის გადახდას მერჩევნია. სხვათა შორის საქართველოში ძალიან გემრიელი წყალი მოდის ჩვენი ონკანებიდან. ბიჭები სწორად მიდიან ორივე თითო კულა ისევ პლუსით. ორივე სწორი ვიყავით? კი, ორივე სწორი ვიყავით და რა ვიცი, რაღაცაში უნდა აირიოთ, თორე ესე არ გამოვა. წყლის მერე დესერტის დროც დაუდგათ ბიჭებს და მოდი ცოტა გავართულოთ. ორივე ხელში მიჭირავ შოკოლადები, ოღონ 3-3 ამჯერად. მიშა ხელზე ნუმყნოსაო. სუნი კაია და ცოტა გავართულოთ, 3-3 აქვთ ბიჭებს. ერთია ძალიან იაფიანი, მეორე არის საშუალო ფასის და მესამე ძვირად ღირებული შოკოლადია. ფასები იაფიანი ღირდა 1 ლარი. 1 ლარიანი სადი შევიგდო. აი, გაგვიჭირდა? ანუ 1 ლარიანი დღეს იყიდება საერთოდ რამე? კი, იყიდება, სხვათა შორის. მეორე საშუალო ფასის კატეგორიიდან იყო 4 ლარის ღირებულების, ხოლო ძვირიანი 30 ლარი. ძვირიანი ღირდა 30 ლარი. ძვირიანი ღირდა 30 ლარი. შემერთოჩა. რამდენი დაგვიდე? აი ეს რა თხელია. მიიქთვით. ან ძალიან იაფია, ან ძალიან ძვირია. და რომელი აიღო ამან როგორ მივხვდე? შენ არ უნდა მიხვდე მთელი ხიბლიე გაათამაშის, რომ შენ ვერს გიკარნახებს მიშა და ვერ შენ უკარნახებ. მოდი ახლა ვაგემოვნებ აი ამას კაცში რომ ნახო ხო არის, მაყურებელმა თქო უნდა ნახოს. შოკოლადში გემო არის თავარი ბიჭებო, აბა რა სიტყვით? ყავარ გვაქვს. დიდი ბოდიში ახლა ყავა და მომსახურება მომინდომა. ყავა გაასწორებთ. სიგარეტს მე არ ვეწევით, არა? ყავა სიგარეტი და ეს ერთად არის. აჰა, ანუ მოგეწონა. როგორც ხვდები. ბიჭო, ცუდი არა? აი ეს არ ვიცი რა არის. ძალიან ცუდია. კითხვა მაქვს ერთად. კი ბატონო. ესა. ხო. ჭამდა რაღაც მაგა გემო აქვს. შავი შოკოლადი არის? არა, შავი შოკოლადი არა. თეთრი არის? თეთრი შოკოლადია. გიორგი, ესეთი ექსპერტი ყველა თეთრი არის? არა, ყველა თეთრი არა. ანუ იცი როგორი გემო აქვს, აი იმაში ტოვებს რა, თეთრის გემოს ტოვებს რა. აჰა. ესე საშინელება? ესე საშინელება? აი, ეს მაო არის რამდენი ლარიანი არის ხო თქვი? 30. ძვირიანი 30-ია. ეს თუ 30-იანი არ არის მომკალი თუ გინდა. აჰა, ანუ ვადამდელ პასუხს აფიქსირებ უკვე? საოცრება, ბიჭო. მე კიდე არ გაგისინჯავს ერთი დაგჭა. გასასინჯი. არ ვიცი ეს ერთი რა არის, მაგრამ ეს არის საოცრება. აჰა. აი ეს. ის არის პატარ-პატარები, იმიტომ დაგვიდე რომ ძვირი ღირს ალბათ, ხო? ამაზე არა, სხვათა შორის დაახლოებით გამოკიდე ხე, მომეც. შევაჭახუნოს და მივყვა. რაღაცნაირი ფორმა რო აქვს. მოიცა, ბიჭები, მიგაჭახუნებინებთ, აჰა. აჰა, ეგ არის კი. თქვენ გაგიმარჯვეთ. პატარები, ხო? ხო, ვიგზენი, ეგ არის. კაია, ხო. ხო, ეს უეჭველი ძვირად ღირებულია. მაგრამ მე იცი რა მეგონა, ძვირად ღირებული იქნებოდა რაღაც აი კაკაოს გემო და რაღაც უშაქრო და რაღაც, მაგრამ ეს ტკბილია და გემრიელია. გემრიელი ეს არის. შოკოლადის ფუნქციაც ეგაა, რომ გემრიელი იყოს. აუ, კაცი ესე გადააგდე. ბიჭო, რა გემრიელია, просто აფიქსირე, ერთად. კოსტა, მოდი ჭამე ერთად, სად არის? აი, ეს არის ხო? ჭამე და გასინჯეს არის ხო? ნახე რა გემრიელია. მართლა ძალიან მაგარი. ახლა ეს გასინჯე. ეს გასინჯე. არ ვიცი ლარიანია თუ 4 ლარიანი, მაგრამ ორივე ძალიან საშინელია. მოდი მე მესამე არ მჯამე. კოსტა, მე ჩემოხედე რომელი დამჭეს დაჭმე. ხო, მიდი აიღე. ეს არის? კი, სწორად იღებ. კოსტა, კარგად ვერ ხედავ და კარგად ვერ ხედავ. შეგეიდე ბიჭო. ვერ ხედავ. იყურება თურმე. მიშა შეგანა ძალიან ცუდი წამოხსნა და ეს დაბოზა. ნახე, ის კარგი რომ მომეწონა. ეს არ დამჩა, ხო? ახლა დავტოვდა. მე გაგდავტოვეთ. ნუ სადამჭა ეგა? არა, აი ეს აქ შოკოლადი არ არის. ეს ნახე, ანუ რაღაცნაირი ის არის, სტრუქტურა აქვს ძალიან გიორგი სინჯავს აი ამას. ბოლოს მესამეს. ამას? თუ ეხლა ვერ გეტყვით რომ ეგ გამოვა ნამიოკი და ამიტომ მე მგონი მიშაც იგ ამაზე ამბობს, იმიტომ რომ სტრუქტურა რო აქვს უცნაური. რაღაც ანუ რეზინასავით რო არის, ხო, ხო, რაღაცა. გემოთი როგორია გიო? კლევა. აი ამ ორში მეც ვერ ხვდები რომელი. ანუ რეზინი უფრო ძვირად ღირებული არის ხა ამ ორ შორის თუ ეს ქვასავით არის რაღაცა. აუ, შოკოლადის გემო არც ერთს არ აქვს. მოკლედ, ორი ვარიანტი გაქვთ. ქვა და ყლეობას შორის უნდა აირჩიოთ. მეგობრებო, რომელი არის უფრო იაფიანი? ეს არის 1 ლარიანი, აი ესა. აი ეს არის 1 ლარიანი. დაფიქსირდა თქვენი პასუხი მიღებულია. და ეს არის საშუალო ფასიანი, მაგრამ მე თუ მკითხავ, ესეც 1 ლარი უნდა ღირდეს. ხო. აჰა. ანუ მოკლედ ღორები იტყუებიან და ამატებენ. ხო, ეს გადამკისენი. კაი, არ მინდა ხა. კაპიტალისტებზე ნუ გადამიყვა. კარგი, არ ვიცი რა მოკლედ ამ ბიჭებს გამოუხერხო, ესე მეგობრულად, თანაბრად მიდიან წინ. ეს ხო არის 1 ლარიანი? კი. ეს რა შოკოლადია რა ის არის? არ ვიყიდე არასდროს, მაჩვენე. ეგ არის ქვა. დადე. რა არის? დადე, გეტყვი რაც არის. 20 ლარიანი წყალი დამიმატე რა თქმა უნდა. და მეც მოვსვა ერთი.
ბოთლიდან არ მოიყოდო. არ დამიდია პირი. იმ ბოთლით მე ჩვენ ის ვაპირებთ. ეგრე უნდა ვიაროთ. ონკანის წყალი ჩავასხა და ვიმარიაჟოთ ხო? ბოჭველი. ეს არ გადავაგდოთ. მაგ ბოთლში ჩავასხა ონკანის წყალს და დარბაში მაგითო. და ვინმე სტუმარი თუ მოვა? ხო ეგ დავუდო. თვითონ მაგრები ვარ და აი ძმაო რა. აი ხა ვიწყებთ სტუმრების მოყვანას რა. კაკოს მივწერეთ, ბასტოს მივწერეთ. რომ მოვლენ, დავახვედრებთ ძვირადღირებულ ბოთლს. წყალს ვერა, ბოთლს. მე თუ მკითხავ, ყველაზე მაგარი ჯერჯერობით იყო ყველი. ძვირადღირებული ყველი. კი, აი ყველაზე მეტად რო ეტყობა რომ ძვირადღირებული. ხო. დაჟე მე არა, შოკოლადსაც ეტყობოდა. ეტყობოდა, ძალიან ძვირიანს ეტყობოდა. შეიძლება 10 ლარიანი შოკოლადი და 30-იანი იგივე ყოფილიყო გემოთ. აა ბიჭო ვერ იყვე. მაგრამ იმ ყველს ყველი საოცრება იყო. მართლა ძალიან კარგი იყო. აი ევროპაში რო გაგიჭირდება ეგეთ ის კარგი, ეგ ყველი შუაზე გავყოთ და ერთი შენ წაიგე ერთი ნაწილი მეუღლის მეძავ. მე ძალიან მომეწონა ეს ყველი. დღეისთვის ბოლო პროდუქტად გვაქვს ყველასთვის საყვარელი პიცა. ბიჭო, აი შოკოლადის მერე პიცა რატოა? აი იმიტომ რომ შენი რეცეპტორები მოვატყუოთ. და მე ტუალეტში რო ვიქნები დაგირეკა. ბიჭო, თანაბრად მიდიხართ ძალიან და რაღაც რომელიმე წააგეთ ახლა, ჰა? 3 პიცაა. ერთი არის იაფიანი, რომელიც 3.50 ღირდა. მეორეა საშუალო ფასის კატეგორიიდან, რომელიც 20 ლარი ღირდა. და მესამეა ძვირიანი, რომელიც 50 ლარი ღირდა. ეს 3 ლარიანი პიცა სადიშოვე ხო მითხარ. აი ტოჩკები უნდა იცოდე, გიო. ტოჩკები არა, ეს ვიცოდი. იმენა ტოჩკები, აბა 3 ლარიანს ახლა ადგილი ვერ დავარქვი და ტოჩკა უნდა იცოდე. აი სუნით არც ერთი არაა კარგი. მოკლედ მიშა სუსუნით იწყებს. ბიჭო, სუნით 3 პიცის სუნია შერეული, რას უნდა მიხვდე? ეს ძალიან თხელი ის არის, ცომი. ნასკის სუნი აქვს და ძალიან ძველი ნასკის სუნი აქვს და ეგ სავარაუდოდ კარგია და ეგაც ცუდი რომ კარგია. მას ნასკის სუნი რატო გარი? აი რაღაც აი ძველი ყველის სუნი აქვს რაღაც. დაძველებული ყველის. აი მე რო არ მევასება რა ქვია მაგას. კამამბერი და რაღაცები მე არ მევასება. გორგონზოლა და რაღაცა. ხო, აი გორგონზოლა ზუსტად. აჰა. და სავარაუდოდ ძვირადღირებულია, მაგრამ მე უკვე არ მომწონს. არ ვიცი რა პიცა არის. ეს. მაგრამ მეორეჯერ არ ვიყიდი არასოდეს. მიშა შენ? ბიჭო. შეყევი ჭამას. გაგისწორდა? ვაფშე არა. აუ, მე მგონი ამაზე ამბობდა მიშა ნასკის სუნია. ერთი წუთი რა, ერთ წამი არ შეჭამ. მართალია. სწორად უთქვამს მიშას. და დამწვარია. აი ხა დამწვარი შეიძლება ნეაპოლური პიცა იყოს და ამიტომაც ანუ ნეაპოლში ყოიცი დამწვარ პიცას აკეთებენ და. კი, მაგრამ საქართველოში ვარ და. ნუ ხა საქართველოში არა, მაგრამ ნეაპოლური თუ არის დიდი ხა რავი, უნდა იყოს დამწვარი. ეს ძალიან ცუდია. ძალიან ცუდიაო და ყაშია გაგდებული ბოლომდე ჭამს. არა, მინდა რომ გავიგო ძვირადღირებულია თუ საშუალოა და ეს პიცა არის თუ რა? ქვა არის. ეს ქვა არის უჩველი. ნუ აქამდე სანამ მოვიტანე და ასე შემდეგ ცოტა გაცივდა რა და ეხა მომიტევეთ. ვიცი რა არის? ეს ქვა. მე მომეწონა. სუდი არ არის გოდაშორი. ანუ გემოთი. ეს მე უფრო მომეწონა ვიდრე ანუ ეს ნასკის გემო როც ქონდა ეს სუნი. ხო, შვენიერია. ბებოს პიცა გამახსენდა სხვათა შორის. აი ხო რაღაცა ბავშვობაში რო ვაკეთებდით. სიყვარულით გაკეთებული ყველაფერი გემრიელია მეგობრებო. და ესე რამეს ვიტყვი. პიცის გაკეთება რო არის ადამიანი რო აკეთებს პიცას რა? ხო. და გული და სულით აკეთებს და უნდა რომ ყველაფერი ქონდეს. კაი ცომი, მაიონეზს უკეთებენ კიდევ. და რა და პიცას ხა მაიონეზი არ უხდება, მოდი ასე ვიტყვი. და აი ყველაფერს რო აყრია, რა სული და გული ჩადოს რა და არ ცოტა ცუდად გამომივა, მაგრამ რესტორანზე უფრო სული და გული დევს ეხლა ამ პიცაში ჩემთვის მაგალითად. მოკლედ გემრიელია, ხო? გემრიელია, მაგრამ ყველაზე იაფიანი პიცა ის არის. სამივე გავსინჯა. აჰა. და ეს უეჭველი ყველაზე იაფიანია, მაიონეზით და რაღაცები და დიდი დიდა დაჭრილი ისინი რო არის. დიდა დაჭრილი ყველაფერი და ალბასი თუ რა. რაღაც ეგ რო. მაგრამ ყველაზე გემრიელი ეს არის. ბაზარი არა. აი მართლა უღონ. აი ეს არის საშინელება. ბაზარი არა. არ შეიძლება ამბობ ეხა მეორეზე, მაგრამ აი არაფრის გემო რო არ აქვს. აი ამაზე ამბობს? ხო. მართლა? ხო. აი და პირველი აი ისეთი სტრუქტურა აქვს, რაღაც აი ის პოპულად ფორმია და პირველი ძვირადღირებული ფორმიანი არის, აი. მაგრამ მე მოიცა დამწვარია, წინდის სუნი აქვს, წინდის გემო აქვს, რაღაცა შინელება და ძვირადღირებული განაიგადაა ხალხო, ნუ გადამრიეთ. ბიჭო, აი გზნობ. ვა. აი იცას გზნობ, ყურე. იქ რაღაც ის ვიგზენი, ყველი ვიგზენი, რომელიც ძვირიანი კვალია. და რაღაც რუკოლა თუ რაღაცა ქონდა აი. სანამ ჩვენი ბიჭები ჭამენ, აფასებენ და ასე შემდეგ გემოები უთამაშებთ, თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხი გამოიწეროთ. რუკოლა და პლუს იცი რა არის? აი ეს.
რას გახედე დიდი სამბით გეგონება დაინახავ. ეს არის მინაძვირიანი რაღაცა. აჰა. თქვენ მოშიებულები ხო არ ხართ თქვით? ანუ აი ეს არ ოხრება, მოდი პირდაპირ ვიტყვი. პომიდორია მე მგონი. აი ეს ტოჩკა მის ხარის სადა ის რა. ეს სასამლარიანი ხო? ხო, ბიჭო, სქელი ცომია, რაღაც მშრალი ის აქვს გვერდები, მაგრამ გემრიელია. სულით გულითაა გაკეთებული. მართლა გემრიელია. ეს ბებოს გაკეთებული არის იაფიანი. ეს ახლა ხელშიაც მიჭირავს რაღაც რუკოა და რაღაცები რო ქონდა. ხო. არ ძვირადღირებული. ეგა 50 ლარიანი ანუ. ხო, просто არ მომეწონა პირდაპირ. ანუ ამაში მე 50 ლარს მეორეჯერ არ გადავხდი არავითარ შემთხვევაში რა. და აი ამაში კიდევ. თუ გონია რომ ხელზე ძალიან ცუდი არ იქნებოდა. აი სამსახურში რო ხართ ამშრომლები რო შეუყვეთავთ და ფულს რო დადებთ და კაცო აი 5 ლარი გამოგივათ. წავა რა. აბა არაფრის გემოარა აქვს. ეხლა გაცივდა უფრო და მოკლედ დააფიქსირეთ ხო პასუხები. აქაც სწორები იყავით ხო და ეხლა რა გიყოთ? ანუ ყველაფერი სწორად გამოიცანით, არც ერთ წეა შეცდით და ანუ რა უნდა გვიყო? კარგები გამოვდექით ამ თამაშში, ზედმეტად კარგები, ცოტა მოსაწყენად კარგები ვიყავით და ამას დამატებული ჩვენო კარგო მაყურებლებო. აი მე ცუდად დავარ. შოკოლადის მერე პიცა და რაღაცა. სიახლე გვაქვს ის რომ ძალიან მაგარ რაღაცებს კპირდებით და ნახავთ ახალი წლის პერიოდში. აგრადოს ახალი წელია. მაგრამ ჩვენ უკვე ახალი წლისთვის ვემზადებით და რას ნახავთ არ ვიტყვით, მაგრამ +18 კონტენტი იქნება. ხოდ +18 მაყურებლებისთვის რა. ოღონდ YouTube-ზე სხვაგან არ გეგონოთ. ხო, YouTube-ზე ოღონდ იქ მოინიშნება ის ღიავა კინო ბავშვები ვერ ნახავენ. ჩვენ ბოდიში ბავშვებთან, მაგრამ 3 ვიდეოდან 2 იქნება ყველასთვის და 1 იქნება +18. და ეხლა თქვენ გამოვიცანით რა იქნება. რომელიმეს რო წაგეგოთ, მეორეს უნდა გაეკეთოთ თქვენთვის ლავაში. მაგრამ რადგან ორივემ წააგეთ შემოწმებო, ამიტომ მე გაგაწყამთ ლავაშებს. აი ვიდი, რამდენი უნდა დაგვარდა თითო? მოდი ღმერთი სამობითა. აუ 3 არა ის ბიჭო. აი თითო, კარგად ითამაშეთ. თითო დაგაგყავთ ორივეს. თუ გინდა 2 იყო, 3 არა. აჰა, ხედავ, აი ესეთ თავდადებული უნდა იყო მიშა. ერთი მარცხენა ხელით, მეორე მარჯვენა ხელით. აი, მეც აცია ვარ, ჩემი მარჯვენა არ გაიშვა, მაგრამ კაი ჯანდაბას. მოვიდა ის უბედური მომენტი, როცა უნდა დავისაჯო იმის გამო, რომ კარგი ვიყავი, ანუ პროსტა ვერ ხვდები ლოგიკას, ანუ რატომ თანაბრად კარგები იყავით, თანაბრად კარგები და მაგიტომაც ისჯებით. კაი, კაცურად დავიჟები. აქეთ არის მეორე კამერა, სადაც slow motion-ით იმედია ჩემი დარტყმა გამოჩნდება კარგად. დავაიქეთ და დავიწყეთ. წერწამს. Let me tell you something. ისე გორდარტყმა იყო აი. ქალი რომ მოდის და გარეწარო შენ. ბიჭო, საცია ვარ და ვერ ხვარო მარჯვენა, მაგიტომაც დამთანხმდი 2-ზე. მოდი, შემდეგი. მიშაჯერია. ბოდიში ძმაო შეჭებს არაფერი დაგიშავებია. აი, როგორაა, იცი მომაჯდაო რო იტყვი ამბობ. აი ეგრე ხო? აი, მოკლედ მარჯვენა ხელს ვერ ხვარო რა. მაგრამ ეს კარგი იყო აი რა. ეს გესიამოვნა. გესიამოვნა და რა. No homo. სულ ეს იყო ძვირია თუ იაფიამი დასულდა და ჩვენ შევხვდებით ძალიან მალე. მანამდე კი ჩვენი არქი გამოიწერეთ.